ირგვლივ სიცოცხლის ნიშანწყალი არ არის. ქვების გორების გარდა არაფერი ჩანს. თუმცა ახლა მორიგ ბენეფიციართან მივდივართ გადაღებაზე. თურმე მათი საცხოვრებელი კონტეინერი ამ ქვების სასაფლაოშია ჩამარული. ცხოვრობ ქვისამტვრევ ქარხანაში, ძალიან მტვერში. ისეთი მტვერი არც წყალს აწვდიან არაფერს და ისეთი მტვერი არის ხოლე რომ ბავშვებს გარეთ სულ დავკეტავ ყველაფერს და ბავშვები მიმყავს სადღაც მუხების ქვეშა, რომ ბავშვებმა ცოტა ჰაერი ისმოთქონ. თორე აქამდე დაიხოცებოდნენ სუბედური ბავშვები. პირმისაშურების ოჯახი წლებია ვაგონში ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში. ცუდი მტვერია ხოლმე, შავად მოდის ხოლმე. წყალს საერთოდ არ უშვებს. წყალს არ უშვებს და მე ჩვენ წავად ვხდებით ხოლმე ჩვენც ზოგჯერ. და ჩვენ სხვაგან საიდანღაც გვაქვს ხოლმე წყალი, რომ ჩვენ კარგად ვიყვეთ და ჯამთელები ვიყვეთ. ამ ხელა ქალი ვარ, პენსიონერი ვარ და ჯერ ჩემს საკუთარ და სახლში არ ამძინებია. ვინდა რომ აი სიმყუდროვე მქონდეს, პატარა კოტეჟი იყოს და ჩემი შვილებთან ერთად ცოტა ხანი მაინც მაცოცხლა. სუწყლები ჩამოდის მაღლიდან როწვენს გარეთ საცალკო ისე ჩამოინგრევა სულა. თუ აი ცუდი ამინდია ხომ მინდა რამე საჭმელს აქვაკეთებთ ფეჩზე. ბავშვები არ ენჭამა ხომ უნდა. ანასტასიას და დარინას ნამდვილი სახლი არასდროს ჰქონიათ. ჩემი ოცნება არის მქონდეს ლამაზი სახლი, რომ ჩემ ოთახში ვიცხოვრო და ბედნიერი ვიყო ჩემ ოჯახთან.